მოგესალმებით ყველას. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, რატომ შურთ თქვენი. ანუ რა არის თქვენში ისეთი, რის გამოც ან საპირისპირო სქეს, ან თქვენ საბესქეს თქვენი შურთ. მოდი ვნახოთ ჯერ ვისთვის არის ეს გაშლა. ვინ მოვიდა დღეს ჩემთან გაშლაზე. დავაიდენტიფიციროთ უცებ ვისთვის არის ეს გაშლა. მოკლედ ეს გაშლა არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყავს მეგობრებო ძლიერი ოჯახი, იმიტომ რომ პირველი ენერგია რაც ამოვიდა აქ არის 10-იანი პენტაკლები. ოჯახური სიძლიერე არ გამოისახება აქ, სხვა შეიძლება იყოს ოჯახში რეალურად ფინანსური სირთულეები, მაგრამ ეს გარეთ არ გამოდის. ანუ შეიძლება ყველას გონია რომ თქვენ გაქვთ რაღაცა საოცარი შეუბღალავი სტატუსის მქონე ოჯახი. ეს მარტო ოჯახი არ არის რაღაც ქალსა და მამაკაც შორის, ეს შეიძლება იყოს ზოგადად აი ძმა, დიდ ოჯახზე რა, დედა, მამა და ძმა და ასე შემდეგ. ანუ ესეთი სიტუაცია აქ და რეალურად ამ ოჯახში არსებობს ძალიან ბევრი სირთულე, მაგრამ ეს სირთულეები რჩება ისევ აქ, ანუ იმ 4 კედელს შორის. აქ არიან ადამიანები გაშლაზე. ერთი ეს, ვისაც ოჯახი ყავს. მეორე, აქ არის სიტუაცია ადამიანებს შორის, რომლებსაც ახლო წარსულში ქონდათ რაღაცა ან კამათი, ან ჩხუბი, ან რაღაცა ესეთი შეიძლება იყოს და დღეს ამ ეტაპზე იმყოფებიან ცალ-ცალკე, ანუ დაშორებულ სიტუაციაში. ასევე ეს არის გაშლა ადამიანისთვის, რომლებიც სირთულეების მიუხედავად საკუთარ თავში მაინც პოულობენ ძალას და ბრძოლის უნარიანობას არ კარგავენ. ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მაგის ენერგია, ალქიმიკოსის ენერგია არის ზუსტად ესეთი ენერგია ადამიანის, რომელიც მუდმივად მზად არის რომ იბრძოლოს, ანუ არ გაჩერდეს. თუმცა მაგის ენერგიას, ანუ იცოდეთ ეს ენერგია რატო ვახსენებ, ანუ თქვენ სახასიათო ნიშანს ვამბობ ახლა. თქვენ შეიძლება იყოთ ადამიანი, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ გარედან მიღებული აღიარება. ანუ მაგი კი ძალიან ძლიერი არკანია და ძლიერი ენერგიის მატარებელი ადამიანია, მაგრამ სჭირდება გარედან მიღებული აღიარება. თუ აი აქ თქვენ დააფიქსირეთ ახლა თქვენი თავი და დააიდენტიფიცირეთ, მაშინ ეს გაშლა არის თქვენი და ვნახოთ ახლა ვისი შურთ და რატომ შურთ თქვენი ადამიანებს. ვის გამო შურთ თქვენი ადამიანებს, მათ შორის. ადამიანისთვის, ვინც დღეს გაშლაზე მოვიდა, რატომ შურთ. ცხრიანი კვერთხები, მეტლე, ხუთენთასები. წეგან თქვი და ეხლაც განმეორდები, რომ თქვენი დეპრესიული, რთული თუ სასოწარკვეთილი განწყობის მიუხედავად, თქვენ არავითარ შემთხვევაში არ წყვეტთ მომავალზე ფიქრს და არ წყვეტთ რწმენას, მომავლის რწმენას, რომ მომავალში ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და მუდმივად ხართ მოძრაობის რეჟიმში. ამის გამო შურთ თქვენი ადამიანი, ანუ თქვენ
სასოწარკვეთას არ ეძლევით, აი უიმედო სასოწარკვეთაში რომ აი გულს ხელებზე რომ დაიწყობენ ხოლმე გულზე ხელებს და ხო, აი გულზე ხელების დაწყობა და 4-იანი კვერთხლებიც კი ამოვიდა. ანუ თქვენ არ ახართ ადამიანი, ნახეთ რა საინტერესოა. ანუ თქვენ ოღონდ მოცდა შეგიძლიათ, ამიტომ შურთ თქვენი ადამიანებს. არკანის სულელი და არკანის სამსჯავრო. ანუ შურთ თქვენი ადამიანებს იმის გამო, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიცადოთ, ანუ რაღაც მოთმინების ძალიან დიდი უნარი შეიძლება გაგაჩნდეთ აქ და აი საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ მე. კი ბატონო, თასების მეფე. ორიანი პენტაკლები და პენტაკლების დედოფალი. აქ არ არის გამორიცხული სხვათა შორის შურის მომენტში ის, რომ საპირისპირო სქესი თქვენ ძალიან გაფასებთ და ყოველთვის ისეთი პარტნიორი გყავთ გვერდით, რომელიც სხვების გადმოსახედიდან შეიძლება თქვენ ნიშესაფერისი არ არის, იქიდან გამომდინარე თქვენ არ იმსახურებთ. ოღონდ ვინ განსაზღვრა ეს და ვინ დაადგინა, ვინ ვის და რატო იმსახურებს, ეგ არ ვიცი. მაგრამ ადამიანებს ხო უყვართ ზოგადად, რომ ეს იმის შესაფერისი არ არის, ეს რომ განსაჯონ რაღაცეები, ხო? აი ეს არის. ასევე თქვენ გაქვთ ძალიან ქარიზმატული ბუნება, ამიტომაც შურთ თქვენი ადამიანებს, აი ნახეთ როგორი უსასრულობაა აქ და აი თითქოს გაქვთ უნარი იმის, რომ მალე მოიყვანოთ სისრულეში დასახული მიზნები. კიდე რისი შურს? საზოგადოებას იმ ადამიანის, ვინც დღეს გაშლაზე მოვიდა, მაჩვენე. ექვსიანი კვერთხები. 9-იანი თასები. არკანის სიკვდილი. იცით რა არის? ჯერ ერთი გითხარით, რომ ანუ გაქვთ ეს რაღაცა უშრეტი ენერგია, მუდმივად იმოძრაოთ. ასევე გაქვთ უნარი, რომ ყველა მძიმე ეპიზოდის მიუხედავად თქვენს ცხოვრებაში ცხოვრება დაიწყოთ თავიდან და გაცილებით უფრო ძლიერი და მყარად დადგეთ ფეხზე, ვიდრე ეს იყო მანამდე. ასევე შურთ თქვენი იმის გამო, რომ თქვენ ატარებთ გამარჯვებულის ენერგიას, ყველგან სადაც შედიხართ, რა სივრცეშიც არ უნდა იყოთ, თქვენ გამჩნევენ ადამიანები, რაც აღიზიანებთ, თქვენთვის არაკეთილის მსურველ პიროვნებებს. აი ნახეთ როგორი გაშლილი ხელებით გეგებებიან. და სხვათა შორის საპირისპირო სქესთან მიმართებაში თქვენ არასდროს არ რჩებით შეუმჩნეველი, ანუ არასოდეს ეს ყოველთვის რაღაცა იმდენად თვალსაცემია, რომ ამისაც არ გჭირდებათ თქვენ ზედმეტი რაღაცა ძალისხმევის გაღება და ჩადება. კიდე მოჩვენე. რისი შურთ? 8-იანი პენტაკლები. პენტაკლების მეფე და არკანი იმპერატორი. რისი შურთ და შურთ იმისი, რომ თქვენ გაქვთ უნარი შექმნათ თქვენი საკუთარი რეალობა, თქვენი საკუთარი მომავალი. ანუ დღეს იფიქროთ თქვენ საკუთარ მომავალზე. ფულად ენერგიასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გაქვთ. მარტივად შეგიძლიათ ფული იშოვოთ, ან როგორც მინიმუმ შესაძლებლობები ფულის და ფინანსური კეთილდღეობის შოვნის მარტივად დაინახოთ და იგრძნოთ. ასევე თქვენ ხართ საკმაოდ აი დომინანტი ხასიათის ადამიანი, ზოგადად ანუ იმპერატორი არის ესეთი ადამიანი. და გაქვთ ძალიან ძლიერი უნარი манипуляციის. ოღონდ манипуляცია ყოველთვის ცუდ კონტექსტში არ შეიძლება რომ აღიქმებოდეს ან წაიკითხოს ადამიანმა, ხო? იმიტომ რომ ადამიანს თუ აქვს იმის უნარი რომ იყოს მოქნილი და მოერგოს სიტუაციას, ხო? მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ამის გააზრება და თქმა არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ მოქნილობა არის სწორედ ის უნარი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას რომ ავუწყოთ ფეხი თანამედროვეობას, რომ ავუწყოთ ფეხი იმ მოცემულობას, რა მოცემულობაშიც ვართ და დღეიდან ხვალ უკეთესი ფიქსაცია გავაკეთოთ, ხო? ხვალინდელი მომავლის უკეთესი ფიქსაცია შევქმნათ.
აი ეს არის მოკლედ რის გამოც თქვენი შურთ ადამიანებს პრინციპში ხართ კიდეც ადამიანი, მე ვერ ვიტყვი რომ ვიღაცის უნდა შორდეს და ეს სწორია. ყველას გვაქვს ორი ხელი და ორი ფეხი და ყველას შეუძლია თავისი საკმარი მინიმუმ შურის გარეშე შექმნას ან მიიღოს, მაგრამ რას ვიზავთ, არსებობენ ადამიანები. აი, აქაც არის არკანი მაგი. დაიმახსოვრეთ ეს ენერგია, ეს არის თქვენი ენერგია. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების შემოქმედი, სწორედ ამიტომაც შურთ თქვენი ადამიანებს. მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად. დროებით.